მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილო კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მოხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. იბერია 1999-ის ყოფილმა ფეხბურთელმა იური ტაბადაძემ ესპანურ კადისში მოღვაწეობა ნამდვილად შთამბეჭდავად დაიწყო, რაც ადგილობრივ მედიას შეუმჩნეველი არ დარჩენია. ქართულ ფეხბურთელ სტატიები ისეთმა სააგენტოებმა მიუძღვნეს, როგორებიც არიან ასი, მარკა და ელდემარკუერე. ტაბადაძის შესახებ ესპანელის საფეხბურთო ექსპერტებიც საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანი ცნობილი სკაუტი ექტორ ფიდალოცაა, რომელიც ლა-ლიგის კლუბებს იური ტაბადაძის შეძენას ურჩევს. რას ამბობს სკაუტი? კადისის ბოლო მატჩის შემდეგ Twitter-ზე 37 შეტყობინება შემომივიდა, რომელშიც კადისის ახალდამატებულ ფეხბურთელს ეხებოდა. თავიდან ვერ მივხვდი, ვისზე იყო საუბარი. შემადგენლობას ჩავხედე და ძირითადი 11-ში არ იყო. შემდეგ გოლების ავტორები ვნახე და ყველაფერს მივხვდი. თამაშს თავიდან მყურე და ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. არასდროს ის იმისგან რას უნდა მოელოდე. წარმოუდგენელი დარტყმა აქვს. ორივე ფლანგზე თამაშობს. ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მოთამაშეა, ვინც გეოდეს მე მინახავს. რადგან საკმაოდ ცოტა შესაძლებლობით ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ცოლმა არ იცის საიდან გამოვა, არაპროგნოზირებადია და ფანტასტიკური დარტყმა აქვს. მის დარტყმებს სნეიდერის დარტყმას ვადარებ. მისი სტილი აქვს, ასევე სანტი კასროლას მსგავსი, რომლის საუკეთესო მხარეც ის იყო, რომ არასდროს იცოდი საიდან რას გააკეთებდა. კადისი იური ტაბადაძისთვის იდეალური გუნდია, რათა მაქსიმალურად აფეთქდეს. ახლავე ვიტყვი და დარწმუნებული ვარ არ შევწდები. ის ლა-ლიგის მოთამაშეა და ისეთ გუნდებს დაამშვენებდა, როგორებიც არიან ატლეტიკო, ვილიარეალი, ან სევილია. დარწმუნებული ვარ, ის კადისში 3 წლიან კონტრაქტს ვერ შეასრულებს, რადგან მის ყიდვას სეზონის დასრულების შემდეგ ბევრი გუნდი შეეცდება. მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს. აქვე გვეტყვით, რომ 7 ტურში დაგროვებული 15 გოლით კადისი ესპანეთის ლა-ლიგაური სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლა კოურნას მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. ტაბადაძის ანგარიჯი კი 5 შეხვედრაში 3 გოლია. ინგლისის EFL თასის მომდევნო მატჩში ლივერპული კრისტალ პალასს მიიღებს და 4 მატჩიანი წაგებათა სერიის დასრულებას შეეცდება. მერსისაიდელების წარუმატებელი სვლა კრისტალ პალასთან მარცხით დაიწყო, რასაც ჩელსისთან, ბრედფორდთან და მანჩესტერ იუნაიტედთან წაგებები მოჰყვა. ცუდი ის არის, რომ ამ 4-დან 3 შეხვედრაში წითლების კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი დანაშაულება არც ერთ გაშვებულ გოლში არ შეიძლება, მაინც ცუდია, რომ კლუბის კრიზისი ქართველის ასპარეზობის პერიოდს უკავშირდება. სხვა ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად დღეს გამართულ წინა სამატჩო პრესკონფერენციაზე ლივერპულის მთავარ მწვრთნელს არნე სლოტს ალისონის დაბრუნების ვადებიდან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა, რაზეც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარბლო პასუხი გასცა. ალისონის დაზიანება იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდით, რის გამოც ბრაზილიელ მეკარეს მკურნალობა გარკვეული დროით მეთხანს მოუწევს. ფრიმპონგი მუხქვეშა მწყისების დაჭიმულობის გამო კიდევ მინიმუმ 1 კვირა ვერ დაგვეხმარება. და ხვანინდელ მატჩში ალექსანდრ ისააკის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მამარდაშვილი, ვფიქრობ ნახეთ თუ რა კარგად მოერგო გუნდს. ვიცოდით რომ ძალიან კარგ მეკარეს ვიმატებდით. მისი თამაში არის იმის დადასტურება, რომ ის მართლაც კარგად შეეგუა ჩვენს კლუბს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ის მაღალი დონის მეკარია. ახლა მას შეუძლია გააკეთოს ის, რისი გაკეთება წარსულში მრავალჯერ მოგვიწია, ალისონის შესაძლებლად. აღნიშნულ საკითხზე ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლივერპულის ყოფილმა მეკარემ დევიდ ჯეიმსმა ისაუბრა და ქართველ კიპერსაც ნდობა გამოუცხადა. ლივერპული კარგ ფორმაში არაა. ის ახლა ისეც გუნდში მოხვდა, რომ ეს ძალიან სწრაფად სწავლების პროცესი იქნება. უახლოეს კვირებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი ელით. მატჩი 30 მილიონი გადაიხადეს და ის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე არაა. მაგრამ თუ ასეთი თანხა დაიხარჯა და ერთი სეზონით გაანათხოვეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სჯერათ, რომ ასეთ ვითარებას გამოაკლდება. დარწმუნებული ვარ, კარგად გამოუვა. შედარებისთვის 2017 წელს ლივერპულმა ალისონ ბეკერის სანაცვლოდ რომას 67 მილიონი გადაუხადეს. მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა ჩემპიონთა ლიგის 2, პრემიერ ლიგის 2 და ინგლისის ლიგის თასის 1 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კარიმ შრალად მხოლოდ 1 შეხვედრაში შეინახა, როცა გალათასარაისთან მატჩი ტრავმირებული ალისონ ბეკერი შეცვალა. ნაპოლის ყოფილმა კაპიტანმა ფრანჩესკომ ანტონიო კონტეს გუნდზე ისაუბრა.
ფრანჩესკო ნაპოლის მიერ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დახურულ გარიგებას გამოიხმაურა. ხვიჩა კვარაცხელი ახსენა და მისი წასვლით სინანული გამოხატა. ვინ არის ფეხბურთელი, რომლისგანაც ყველაზე მეც ველოდები? ნოა ლანგი. რადგან მისი თამაშის ყურებით სიამონებას ვიღებ. ლანგი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, რათა ის მსხვერპლი გაიღოს, რასაც იტალიის სერიაში თამაში მოითხოვს და შემტევაში გარემარბის ნაცვლად ყველაზე სოლიდურ ნახევარმცველებს სწორედ ამიტომ იყენებს. იმედი მაქვს ნოას მოედანზე მალე ვნახავთ. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ხარისხით, თვისებებითა და ასაკითაც ხვიჩა კვარაცხელი ასკავს. სამწუხაროდ კვარა დავკარგეთ და მან ჩვენი გულის ნაწილიც აიღო. თუმცა ლანგს შეუძლია ეს სიცარიელე შეავსოს. ცნობისთვის ნაპოლიმ ლანგი PSV-დან შეიძინა და მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადა. ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე მხოლოდ 17 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრებისა და გრაცის შტურმის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი იტალიის სერიას კლუბ ტორინოს დაუკავშირეს. ტორინოსთან დაახლოებული სააგენტო კალაკოლინი ეწერს, რომ კლუბის სპორტული დირექტორი დავიდი ევაგნატი ქართველი ფეხბურთელის დამატებით არის დაინტერესებული და შესაძლოა გრაცის შტურმს ოფიციალური შეთავაზებით სამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მიმართოს. ოთარ კიტეიშვილი გრაცის შტურმში 2018 წლიდან ირიცხება. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში 7 მატჩი ჩაატარა. 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ცნობისთვის ამ დროისთვის ტორინოში ქართველი მცველი საბა საზანოვი ირიცხება. თუმცა დიდი ალბათობით კლუბს სამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს. ტორინოს გადაწყვეტილებით საზანოვი სერიას განაცხადს მიღმა აღმოჩნდა, რაც მისი ტრანსფერის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის. სენტ-ეტიენის მენეჯერი ჰუს ფაჰმი რიემსი სპორტს ესაუბრა. ჩვენთვის საინტერესო ის მონაკვეთი იყო, როცა მან ზურიკო დავითაშვილი ახსენა. მისი თქმით, შესაძლოა დადგეს დრო, როცა დავითაშვილისა და სენტ-ეტიენის გზები გაიყოფა. არა, ეს არ იყო რაიმე შეტყობინების გაგზავნის მცდელობა. ზაფხულის პერიოდის საშუალებას გვაძლევს გავაძლიეროთ სამწვრთნელო შტაბი და შემადგენლობა გამორჩეული პროფილის მქონეებით. ჩვენი წარმატება მთლიანად გუნდზე იქნება დამოკიდებული. ვენდობით ამბიციურ ფეხბურთელებს, რადგან თავადაც ამბიციურები ვართ. ლუკას ტასინი, ზურიკო დავითაშვილი, ბუაკიე, ბენ ოლდი, ჩიკო ლამბა, ყველას საერთო აქვს ინდივიდუალური და გუნდური ამბიცია. შეიძლება დადგეს დრო, როცა მათ სხვა საინტერესო პროექტები ექნებათ. ან მოვა დრო, როცა გზები უნდა გაიყოს, მაგრამ დღეს ჩვენ ერთად ვქნით და გვინდა კლუბი წინ წავიყვანოთ, გარკვეული სტაბილურობის შენარჩუნებით, რაც აუცილებელია ლიგა 1-ში დასაბრუნებლად. ძალიან ვამაყობთ ჩვენი ფეხბურთელებით და სამწვრთნელო შტაბით, რომლებიც ყოველდღიურად მაგრად შრომობენ. სპორტული თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა ნამდვილი ნდობა იმ ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც პროექტში ადრე ჩავხდეთ და რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობების სრულიად გამოხატვას დრო და სირთულე დაუთმეს. მაგალითად ლუკას ტასინი, ზურიკო დავითაშვილი და ბუაკიე. გასული სეზონების მსგავსად ზურიკო ამ სეზონშიც არასტაბილურია, თუმცა საერთო ჯამში კარგ სტატისტიკას აფიქსირებს. ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში მხოლოდ 2 ფეხბურთელს ჩამორჩება. გამოცემა სოზოუნის ცნობით, ბეჩიქტაშის მთავარი მწვრთნელის სერგეი ილანიჩის ფავორიტი ფეხბურთელი სწორედ ზურიკო დავითაშვილია. აღნიშნული წყაროს ცნობით თურქულ კლუბში ამბობენ, რომ ზურიკო ბეჩიქტაში გადასვლისთვის მზადაა. ბეჩიქტაში ქართველის გადაბირებისთვის აქტიურად იმუშავებს და მოლაპარაკებებში კლუბის პრეზიდენტი სერდალ ადალი ჩაერთვება. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგაუწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.